რექტორთა მუდმივ მოქმედმა კონფერენციამ ხელმძღვანელად მეორევადი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე აირჩია. დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც 47 უნივერსიტეტის რექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმსჯელა ასევე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ეკაში შეჩერება ჩვენი რეგისტრაციის ეს საკითხები. გამოსწორებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმართა საქართველოს პარლამენტს და ეს საკითხები უკვე მოსულია შესაბამისობაში. რა ასაჩიო ჩვენი ხარის ეროვნული ცენტრი ამ გადაწყვეტილებას და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აღვიდგება ჩვენ რეგისტრაცია. არანაირი კავშირი ამ რეესტრის წევრობას თქვა დიპლომების ლეგიტიმურობასთან, ჩვენი დიპლომების აღიარებასთან არანაირი კავშირი აბსოლუტურად არ აქვს, იმიტომ რომ ამის გარდა ჩვენი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ასევე არის სხვა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და მსოფლიო ორგანიზაციების წევრი, რომლებიც აღიარებენ ჩვენ დიპლომებს და მაგალითად მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის წევრები ვართ და ჩვენი სამედიცინო დიპლომი 2028 წლამდე აღიარებულია.